მოგესალმებით. ეს არის ტელევიზია კვირიკას გადაცემა საუბრების სტუდიაში. მე კი მის წამყვანი ანა ვახტანგაძე გახლავართ. დღევანდელი ჩემი გადაცემის თანაწამყვანები იქნებიან ნინო ოდიშელიძე, მარიტა ბიბილაშვილი და სალომე სამადაშვილი. თემა კი არის დანაშაული და სასჯელი. საერთოდ ეს არის ძალიან აქტუალური თემა. ნაწარმოებში, სტატიებში, საზოგადოებრივ თაშიყრის ადგილებში და საერთოდ ყველგან და პირველი კითხვა არის ასეთი. ყოველთვის შეესაბამება თუ არა სასჯელი დანაშაულს? მარიტა? მე ვფიქრობ, რომ არა. ყოველთვის არ შეესაბამება. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია მკაცრია ძალიან, ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია პირიქით. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირ შემთხვევებში კი, რა თქმა უნდა. ჩვენი მოთხოვნა მე როგორც მიმაჩნია, უნდა იყოს, რომ სასჯელი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულს. მაგრამ საუბედურად არ ხდება ესა, ყოველთვის არ შეესაბამება, როგორც მარიტამ თქვა და ანუ ალბათ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ცხოვრებაში ან არ ვიცი სამართალმცოდნეების, მომავალი იურისტების ეს უნდა იყოს, რომ მოაწესრიგონ სასამართლო სისტემა ქვეყნებში. არის უამრავი ქვეყანა, სადაც ასეთი რამ ხდება, სადაც სასჯელისა და დანაშაულს შორის დამოკიდებულება აცდენილია. ამიტომ უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები. დღევანდელ რეალობაში აუცილებელია, რომ დარეგულირდეს ეს ყველაფერი, რადგან ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი თუნდაც უდანაშაულო არ, მაგრამ შედარებით ნაკლები ბრალებლობის მქონე ადამიანი იხდის მისთვის ზედმეტად მძიმე სასჯელს, რაც კარგად არ აისახება, ვფიქრობ, არც ქვეყანაზე და არც ამ ადამიანის ფსიქიკაზე. ძალიან დიდი მადლობა. აი ფიზიკური სასჯელი, ანუ თავისუფლების აღკვეთა, თუ მორალური სასჯელი. ამაზე ანუ ძალიან ხშირად პოლემიკა მიდის, რომ რომელი უფრო ეფექტურია. თავისუფლების აღკვეთა, ანუ ფიზიკური სასჯელი თუ მორალური სასჯელი. რაც ძალიან ხშირად ხდება ნაწარმოებში. ნაწარმოებში ძალიან მინდა ვთქვა, რომ ძალიან სწორად არის ასახული ფიზიკურისა და მორალური სასჯელის განსხვავება. დოსტოევსკის მკვდარი სახლის ჩანაწერებში ასახულია ფიზიკური სასჯელი, რომელიც მიუსაჯეს ადამიანებს. ისინი არიან შეყრილი ციხეში და მათ ფაქტიურად ისინი გაბოროტებული არიან საზოგადოებაზე, ცხოვრებაზე და ასე ვთქვათ ძალიან ცუდ პირობებში უწევთ ყოფნა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის სინანული იწყება პირველ რიგში იმიდან, საკუთარი თავიდან. მან საკუთარ თავში უნდა გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული ჯერ, რომ დაადგეს გამოსწორების გზას. ეს იქნება ჩემი აზრით ყველაზე რეალური გზა. რეალური გზა კი ბოდი შეგაწყვეტინოთ, მაგრამ ხშირად ადამიანი ვერ აცნობიერებს თუ რა დანაშაულს ჩადის, სულ არ აქვს სინდისის კენჭა და ფსიქოლოგიურად და ფსიქოლოგიურად და მორალურ სასჯელს ხშირად ჯობია, არც ერთი არ ჯობია, მაგრამ ფიზიკური სასჯელი რომ კიდევ არ განმეორდეს თუ ეს ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის. ხო, მაგრამ შემთხვევები არის, რომ ეს ადამიანი არ არის ცუდი. უბრალოდ მას არ აქვს იმის გაცნობიერება, რა ჩაიდინა. და ამას თუ მიუჭით ისეთ სასჯელს, რომ მის ფსიქიკასთან სულს, მის ფსიქიკასთან დავაზიანებს ამ ციხით, ციხესაშინელებაა და მეთანხმებით ყველანი. ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს საზოგადოებისთვისაც, იმიტომ რომ ის ადამიანი შემდეგ საზოგადოების საწილი ხდება. და გარიყულია საზოგადოებისგან და მაგრამ ერთ-ერთი ნაწილია მისი ვაღიარება. დოსტოევსკის სიტყვებს მოვიშველებ, რომ ყოველი დანაშაული თავის თავში შეიცავს სასჯელს, იმიტომ რომ ადამიანში დევს ყველაზე დიდი მოსამართლე მისი სინდისი. და მე ვეთანხმები მართლა დოსტოევსკის, რომ სინდისი ძალიან დიდი მოსამართლეა. ნათქვამი სინდისიც კარგი საქონელია. ნამდვილად. სინდისმა თუ შეგაწუხა, ისე იგი რაღაცა უკვე ხდება. ადამიანი კი არ არსებობ, მე ასე ვფიქრობ, უკვე ცოცხლობ და რაღაცა შეგიძლია. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ და როცა ადამიანს ის გაწუხებს, შესაბამისად ასწორებს შენს დანაშაულს და ხდები უკეთესი. მოდით შევხვდეთ საზოგადოებას. შემთხვევაში საზოგადოებას გამოაქვს არასწორი ან პირიქით სწორი, სიმართლეს აცდენილი სასჯელი და რომელიც ძალიან დიდ კვალს ტოვებს ადამიანზე. ეს შეიძლება მას გაყვეს ცხოვრების ბოლომდე და საზოგადოება მის გარიყოს, აღარ მიიღოს, ეს მერე ძალიან ცუდ იმამდე მიგვიყვანს, შეიძლება მიიყვანოს პირიქით ადამიანი საბოლოოდ. ეს საზოგადოება რამდენად სამართლიანია. საზოგადოება დანაშაულის მიმართ, თუნდაც სასჯელის მიმართ. საზოგადოება მე ვფიქრობ, რომ
ხშირად არასამართლიანია, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის სხვისი განსჯა ბევრად უფრო ადვილია, როცა არ იცი, რა პირობებში ჩაიდინა ადამიანმა ის დანაშაული, არ იცი, მართლა დამნაშავეა თუ არა. ბევრად უფრო ადვილია სხვის დანაშაულზე ლაპარაკი, ვიდრე საკუთარი ნაკლის დანახვა. ამიტომ ხშირად და ძირითადად საზოგადოება უსამართლოა. ხშირად არის, რომ ადამიანი მარტო იმიტომ განიკითხავს მეორე ადამიანს, რომ იცის მისი დანაშაული, მაგრამ სინამდვილეში არ იცის რა აწუხებს, როგორ ქენჯნის სინდისი ამ ცოდვის გამო და ხშირად ადამიანის დანაშაულობის პრეზუმპცია ან თუნდაც არ ვიცი როგორ ირღვევა მედია საშუალებებით, რადგან როდესაც ადამიანი ჯერ სასამართლოს მიერ არ არის ცნობილი დამნაშავედ და რაღაც ხშირად აშუქებენ ამ ადამიანის სახეს, თუნდაც ვინაობას ამჟღავნებენ და ამით საზოგადოებას რაღაც აგრესიას უჩენენ ამ ადამიანის მიმართ და საზოგადოება ნელ-ნელა რიყავს ამ ადამიანს, იმიტომ რომ მართლა ბრბოა საზოგადოება ლიდერის გარეშე და ერთის წამოძახილს მიყვება და რა საზოგადოება არის ძალიან სასტიკი, ყოველთვის სასტიკი იყო და ალბათ დარჩება, რაც არ უნდა მოხდეს. იმას სხვათა შორის მას აქვს ეს ძალიან ცუდი თვისება, რომ ასე ვთქვათ, წარმატებულებს, გამოჩენილებს ყოველთვის უფრო წყალობს და ადამიანებს, რომლებსაც გადაიტანეს რაღაცა ტკივილი, ტანჯვა, მათ ასე ვთქვათ, ფსკერზე ტოვებს. ამიტომ საერთოდ საზოგადოება ადამიანს ანიჭებს როლს, ჩემი აზრით. რა როლსაც საზოგადოება მოგანიჭებს შენ, ის იქნება მთელი ცხოვრება, ამიტომ უნდა ეცადო შენი მაქსიმუმი, გააკეთო ყოველთვის შენი მაქსიმუმი, რომ ებრძოლო ამ ყველაფერს. მოდი შევეხოთ ახლა ციხეს რა ფიზიკურ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას, რომელიც თავის თავად ითვალისწინებს რაღაც დოზით კათარზის, ანუ სულიერ გაწმედას, მორალურ ეთიკურ სასჯელს და ყველაფერს და ციხე რამდენად არის როგორც გამოსასწორებელი ადგილი. როგორც გამოსასწორებელი ადგილი. ბევრ ციხეში არის მაგალითად სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლის გავლის შემდეგაც ადამიანი, როდესაც მოიხდის საბოლოოდ თავის სასჯელს, ხშირად ბრუნდება საზოგადოებაში, როგორც არა დამნაშავე და არა მის საზოგადოებისგან სრულიად გარიყული ადამიანი, პირიქით შეუძლია ადვილად დაიმკვიდროს საზოგადოებაში თავი, იმიტომ რომ ციხეში არის ცენტრები, მერე ადამიანი ხელობის სწავლა. თუნდაც არ აქვს შესაბამისი განათლება, იწყებს წერა-კითხვას, წიგნების კითხვას და ასე შემდეგ და ხშირად ეხმარება. ძალიან მოწონს ისიც, რომ შეუძლიათ ეროვნული გამოცდების ჩაბარება. კი. და განათლებას არასოდეს ყოველთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი ხელობა პირობებს, როგორ შემოქმედება და სარეაბილიტაციო ცენტრებს კლავს თუ არა, ციხე არა. ციხე ცოტა თავისუფლების აღკვეთა ადამიანში პიროვნებას და საერთოდ ადამიანს, იმიტომ რომ სარეაბილიტაციო ცენტრი როდის გჭირდება, როდესაც შენ საკუთარ თავს არსებობ, რომ დადიხარ ჭამ და ადამიანი ელემენტარულ ფუნქციას ასრულებ. საერთოდ ციხე ესეთი ადგილია, სადაც ადამიანი ვერ დარჩები ბოლომდე ადამიანი. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ გადარჩე. ციხე მე ვეთანხმები, რომ კლავს ადამიანში. ადამიანის ფსიქიკას სერიოზულად აზიანებს ციხე, რაზე ამაზე ლაპარაკი. ამიტომ ციხე არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ესე თავის ნებაზე მიშვებული, ძალიან უხეშად ვიტყვი. უნდა იყოს სპეციალური დაჯგუფებები, ორგანიზაციები, იყოს განვითარებული ბიბლიოთეკა, რელიგიაც შეიძლებოდა, რელიგიაც შეიძლება ისწავლებოდეს ციხეში. სხვადასხვა ხელობა ისწავლება არის. განათლებასაც შეიძლება იღებდნენ იქ მცირეწლოვანები. ან და მე საერთოდ ამის მომხრე ვარ, რომ არასრულწლოვანები არ უნდა იყვნენ ციხეში. უცხოეთში არსებობს სპეციალური გამოსასწორებელი კოლონიები. რომ არ შეიძლება არასრულწლოვანს 14 წლის ბავშვს ფაქტობრივად მიუსაჯო გააჩნია რა დანაშაულზე ეგ ერთი, მაგრამ ელემენტარული ქურდობის გამო მიუსაჯა რაღაცას ქურდობის გამო 9-10 წელი, მით უმეტეს ჩასვა ციხეში და ის უკვე გამოდის 24 წლის ჩამოყალიბებული ადამიანი და ანუ მთელ ცხოვრებას გარიყულია, საზოგადოება ვეღარ მიიღებს ხელახლა რეალიზებას ვეღარ ახდენს.
ხო, ანუ ისწრებია, როდესაც ის უნდა დამკვიდრდეს საზოგადოებაში, სამ პერიოდს ატარებს ციხეში, რა თქმა უნდა. ამ პერიოდში ესეთი ბავშვები არიან ჩვენი საზოგადოების მომავალი. ისინი წარმართავენ მერე მომავალს ჩვენი ქვეყნის, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არც ქვეყნის მომავალს. ამიტომ გეთანხმებიან აბსოლუტურად, რომ ასეთ ასაკში არ შეიძლება. არსებობს ამერიკაშიც არსებობს, ევროპაშიც არსებობს დაწესებულებები, სადაც ფსიქოლოგიური მიდგომა მიმდინარეობს თუნდაც ასეთ ახალგაზრდებზე, რომ შეძლონ და მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის, ეს ახალგაზრდები დაუბრუნონ ცხოვრებას. და მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ჩვენს ქვეყანაში იქნება. ციხემ რომ ადამიანის პიროვნება არ მოკლას, ასე ვთქვათ, კი ისეთი ადგილია, სადაც ვერ იქნება თავისუფლად ადამიანი, მაგრამ უნდა იყოს რეალიზაციები, უნდა ასე ვთქვათ, სპექტაკლებიც იყოს, თუნდაც ვისაც თვითრეალიზაციის საშუალება და თქმა უნდა საზოგადოებაში გამოსვლის უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ თავის ნიჭი გამოავლინონ. აი ცოტა გადავხვევსავით ამას, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ ამასაც შეეხება. მე გემახსოვრებათ 2-3 წლის წინ იყო ასეთი აქტიური თემა იყო ძალიან სამტრედიაში ცალკე სკოლის გახსნა მძიმე ბავშვებისთვის. კი. რომელიც ამბობდნენ შემდეგ მახსოვს რომ გვაშინებდნენ, გვაფრთხილებდნენ, რომ თქვენ სამტრედიაში გაგიშვებ და იქ ისწავლით. მე ვფიქრობ, არ შეიძლება ეს. მე მიმაჩნია რომ არ შეიძლება ძნელ ახსაზრდელი ბავშვი პირიქით ცალკე სადმე გაუშვა და ვისწავლოს შეიძლება ნუ არ ესე დადგეს ან პირიქით უკეთესი ამას არავინ არ უნდა იყოს იმიტომ რომ თუ იმასაც აგრესია აწუხებს პირიქით გამოსწორდა არა ეს უბრალოდ იქნება ერთი ცალი სასწავლებელი სადაც შეიყრებიან ძნელად ახსაზრდელი ბავშვები სადაც შეიძლება ერთმანეთისგან აიღონ ხო და ამდენი ერთად არ შეიძლება იმიტომ რომ იწევს აგრესიას კი მეგობრებისგან შორს პირიქით მეგობარი საზოგადოებამ შობელი ყოველთვის უფრო დიდ გავლენას ახდენს. და მოდიქანებული ვარ, რომ მასწავლებლები კაცრები იქნებიან ამ ბავშვების მიმართ ალბათ, რადგან მათ სწორი მიდგომად შეიძლება მიაჩნდეთ, რომ ისინი ამითი გამოასწორონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ესე დაწესებულებაში ზუსტად არ ვიცი რა ხდებოდა სამტრედიაში, მაგრამ არც იყო ბოლომდე მგონი აღშენებული. ალბათ აქ ისეთი ბავშვები იქნებოდნენ, რომლებიც დანარჩენ ბავშვებს, დანარჩენ საზოგადოებას უქმნიდნენ საფრთხეს. ანუ მათზე ქონდათ რაიმე გავლენა და როდესაც ამდენი ხო თუნდაც ანუ ბავშვი რომელიც არაფერს არ აშავებს თვითონ არის მწნარად მშვიდად და ვიღაც ახდენს მასზე გავლენას ეს ძნელად ახსაზრდელი ბავშვი და ამასაც ითრევს განცალკევებით არ შეიძლება მაგრამ იმ ბავშვისთვისაც სწრაფაა ეს რომ საზოგადოება გრიყავს მისგან ანუ შენ თავისი სკოლის სივრციდან გააჩნია ამას ბავშვს როგორ მიაწვდი შეიძლება უთხრა რომ პირიქით შენი ეს შეიძლება ხო, მაგრამ აი მაშინ როცა ეს ხდებოდა ჩვენთვის, აი ანა რო იძახდა ეს ამბები იყო ატეხილი. ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება ხდებოდა საკმაოდ უხეშად, რომ ეს იყო სასწავლებელი, სადაც უშვებდნენ. ძალიან, ასე ვთქვათ, საშიშ ბავშვებს და ეს ანუ არ მექნებოდა არანაირად კარგი ასოციაცია ამასთან დაკავშირებით არც და არც კითხავს დავსვავ. მეგობრებს. რამდენად უბიძგებს საზოგადოება პიროვნებას სადანაშაულისკენ? საზოგადოება არის ჩემი აზრით პიროვნებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ ის არის ძლიერი გადარჩევა, მაგრამ საზოგადოება არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც პიროვნება ხდება დამნაშავე. საზოგადოების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ახდენს ზეგავლენას ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, როგორი ჩამოყალიბდება ადამიანი, საზოგადოების მოპყრობა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარტო საზოგადოება არ არის დამნაშავე, მაგრამ არც ისე არის რომ საზოგადოება გადგება გვერდზე და დანაშაულს აბრალებს ხო რა თქმა უნდა და კიცხავს დამნაშავეს მარტო დამნაშავე არ არის ამ შემთხვევაში საზოგადოება ყველაზე მეტად ადამიანი არის სოციალური არსება ადამიანი ვითარდება საზოგადოებაში და წარმოაჩენს საკუთარ თავს როგორიც ხარ და როდესაც ასე ვთქვათ ხდება სიტუაციები რომ ასე ვთქვათ გრიყავს ის შენ ჩვენ დანაშაულზე მიდიხარ. ანუ მოპყრობა. ხო, მაგრამ ადამიანზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ადამიანი შეიძლება როგორც ეძახება შეგეშალოს. პიროვნებაზე. არა, მე არ ვიშალო. ადამიანი არ არის ბუნებამაც არ უშველაო, ამიტომაც ნუ და ადამიანი შეიძლება მე მას ვთქვი, საზოგადოება ყოველთვის იქნება
ასე ვთქვათ, ანუ რაღაცისკენ ყოველთვის წაგიყვანს საზოგადოება, მაგრამ ადამიანს შეიძლება შეგეშალოს რაღაცა. მაგრამ უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე და ეს შეცდომები გამოასწორო უბრალოდ. ეს მაგრამ რა თქვა მია მხოლოდ სულელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანები სხვა შეცდომებზე სწავლობენ. ხო, მაგრამ ასე ადამიანების ჩემი აზრით 99% მაშინ სულელი უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ ყოველდღიურად. ერთ ფრაზას ამოვკითხავ, ჯობს 10 დამნაშავე გაამართლა, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო. ძალიან ჭკვიანური გამონათქვამია, ბრძნულიც. და აი უდანაშაულო სასჯელის მე მგონი ყველაზე უსამართლობა. დიდი უსამართლობა და ყველაზე დიდი სასჯელი, რაც კი შეიძლება იყოს. თუნდაც საზოგადოების სასამართლო მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ანუ საზოგადოების ვერდიქტი განაჩენი ძალიან მწარეა, მაგრამ როდესაც სასამართლოს გამოაქვს შენთვის არასასურველი განაჩენი, დღესდღეობით არის საშუალებები, რომ გაასაჩივრო ეს თუნდაც დაუშვათ საქალაქო სასამართლოდან გადახვიდე სააპელაციაში, მერე თუ იმ განაჩენით არ დაგაკმაყოფილა უზენაეში და თუ უზენაესი არა სტრასბურგში მიდიხარ. აი თუ სტრასბურგშიც არ დაგაკმაყოფილა, მაშინ კარგად ყოფილა შეიძლება. ხშირად ხო არ არის რომ ანუ მე ვფიქრობ ამ გამონათქვამთან დაკავშირებით ჯობია ის 10 დასაჯო, ის ერთი არ დასაჯო. ჩვეულებრივად სამართლიანობა აღდგეს ისე როგორც არის. დამნაშავის სასჯელი ეკუთვნის უდანაშაულოს. აი მაგაზე ყოველთვის უნდა დაისაჯოს თუ არა დანაშაულის ჩამდენი ყოველთვის უნდა დაისაჯოს თუ არა. დანაშაულსაც გააჩნია და სასჯელი არ არის იმ მომენტში საჭირო. არის ხოლმე რაღაც. ადეკვატური კი არის, მაგრამ რა ვიცი, რაღაც დოზით მაინც გაკვეთილი უნდა იყოს, თუნდაც იმ დამნაშავისთვის, იმიტომ რომ წვრილი რაღაც პატარა პრობლემით შეიძლება გადაიზარდოს დიდ პრობლემაში და თუ ადრე რაღაც მოიპარა შემდეგ შეიძლება ეს გადაიზარდოს უბრალოდ ქურდობა მკვლელობაში ან რაღაცაში და რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს მისთვის გაკვეთილი, რომ აღარ ჩაიდინოს. მწარე გაკვეთილი. ასე ვთქვათ. და მოდი ეს გადაცემასე შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ აი დანაშაული და სასჯელი არის ერთმანეთში კავშირში. ყოველთვის დანაშაულს მოსდევს სასჯელი და სასჯელს ყოველთვის წინ უთხოვს დანაშაული. აუცილებელია ადამიანმა მიიღოს კუთვნილი დანაშაული იმ შეცდომისათვის, რაც ჩაიდინა. თუნდაც კუთვნილი დანაშაული. მაგრამ ხო, ანუ დამეთანხმებით, რომ არ არის ეს ცხოვრებაში არ ხდება ესე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი უსამართლოა. საზოგადოებაში ძალიან უსამართლოდ ან სასამართლოდ და სამართალსაც ერთად. საერთოდ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას არ უნდა ქონდეს იმის უფლება, რომ ვინმე გაკიცხოს. მაგრამ ეს ის თავისთავად მოქმედებს. არ არის სამართალო სალონომ ძალიან კარგად აღნიშნეს, საზოგადოება არის ბრბო, რომელიც მიყვება ერთ შეძახილს. ძალიან რთულია გააგებინა მას, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან ბევრი ხალხისგან შედგება. მაშინ არ უნდა გახმაურდეს ადამიანის დანაშაული, ან თუ არ გახმაურდა, ჩვენ ვერ გავიგებთ, რომ ის დანაშაულია. მაგაში არის საქმე, რომ ეს უნდა გახმაურდეს ძალიან კარგად იცის, უკვე კანონით ყველაფერი და არის დანაშაულიც. უნდა იყოს ადეკვატური სასჯელები, ანუ ადეკვატური სასჯელები დაწესებული დანაშაულების მიხედვით, მაგრამ ისე რომ დანაშაული მოხდეს და ეს დარჩეს დაუსჯელი, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი რამ, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრობენ სახელმწიფოში, მათ ასე ვთქვათ, ყველა მიცის რომ დანაშაულის მოყვებას დასჯელი მოკლედ. მათ უნდა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ, აგრეთვე და დაანახონ მოსახლეობას რა არის მას სწორი და რა არის არასწორი. და მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი მოსამართლე ადამიანის არის მისი სინდისი და კიდევ ერთ ფრაზას წავიკითხავ, სინდისი არის ღმერთის არსებობა ადამიანის არსებაში. ისევ ვეთანხმები ამას, დიდებული გამონათქვამია და ძალიან დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, პოლემიკაში ჩართვისთვის და მე თქვენ გემშვიდობებით, ეს იყო გადაცემა საუბარი სტუდიაში და მე ვიყავ მის წამყვანი ანა ვახტანგაძე, ნახვამდის.